გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელატია. უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკი სულ უფრო რეალური ხდება. ბრუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას უკვე გაეგზავნა წერილი, სადაც გაწერილია კონკრეტული პირობები, რომელიც მმართველმა პარტიამ აგვისტოს ბოლომდე უნდა შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერდეს. მათ მიეცათ ვადა აგვისტოს ბოლომდე პირობების შესასრულებლად. შემდეგ ჩნდება კითხვა, რა იქნება ჩვენი რეაქცია თუ ეს რეკომენდაციები არ შესრულდება. როცა გვესმის მაგალითად, რომ 8-დან 7 ოპოზიციონერი ლიდერი დაკავებულია, ეს ნამდვილად არ შეესაბამება იმ პუნქტებს, რაზეც განვაცხადე. აქამდე ჩვენ გვქონდა პოზიცია, რომ არ გვსურდა ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენება და უვიზო რეჟიმის წამოწყებას ნამდვილად ექნება მათზე გავლენა. თუმცა ეს ასევე არის ევროკავშირის სანდოობის საკითხიც. თუ ჩვენ ვაძლევთ სარგებელს ბონუს ამ ქვეყანას, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ პირობებს, ამას მოყვება შედეგები, რათა ხალხმა დაინახოს, რომ მთავრობა ევროპულ გზაზე არ არის და კანდიდატი ქვეყნის სტატუსს სერიოზულად არ უყურებს. ჯერჯერობით წერილის სრული ვერსია არ გასაჯაროებულა და არც კაია კალას ჩამოუთვლია ყველა პირობა, მაგრამ თქვა, რომ ერთი პუნქტი შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, გაერთიანების, შეკრების და გამოხატვის თავისუფლებების, პირადი ცხოვრების უფლების და საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ჩათვლით. ვიდრე ევროკავშირის წერილი ქართულ ოცნებას ჩამოუვა და საინტერესოა რა იქნება მმართველი პარტიის პასუხი, თავის მხრივ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა დღეს დილით სალომე ზურაბიშვილმა წერილი გაუგზავნა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტს და ასევე კაია კალას. ვითარება კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა. თუ ევროკავშირი ვერ მოახდენს რეაგირებას მკაფიოდ, ერთიანად და კონკრეტული შედეგებით, იგი არამხოლოდ დაკარგავს საქართველოს როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, არამედ შექმნის სახიფათო პრეცედენტს, როცა ევროპის მეზობლად დემოკრატიის უკუსვლასა და რუსეთის ჩარევას არავინ დაუპირისპირდება, მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებს. სტრატეგიული მოთმინების დრო ამოიწურა. ახლა აუცილებელია მორალური სიმტკიცე და პოლიტიკური სიცხადე. საქართველოს დემოკრატიული მომავალი, ევროპის სანდოობა და გეოპოლიტიკური მთლიანობა ბეწვის ხიდზეა. ესეც ციტატაა სალომე ზურაბიშვილის მიერ გაგზავნილი წერილიდან ევროპაში, რომელმაც ევროპას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენაც მოუწოდა. წერილში შეაფასეთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, როგორც ავტორიტარული გზით ძალაუფლების მიტაცება და რუსეთის მოკავშირეობისკენ მკაფიო სტრატეგიული გადასვლა. იმოქმედეთ კოორდინირებული პოლიტიკური ნაბიჯებით, მკაფიოდ და უპირობოდ დაუჭერეთ მხარი ქართულ ხალხს. მოკლედ, ბრუსელში საქართველოზე მსჯელობის შედეგი დღის ბოლოს ასეთია. ქართულ ოცნებას 45 დღე აქვს იმისთვის, რომ შეასრულოს 8 პუნქტიანი პირობა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სავარაუდოდ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერდება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი ლიდერები მაქსიმალურად ცდილობენ და ცდილობდნენ ამ თვეების განმავლობაში, რომ არ გადაედგათ ეს ნაბიჯი და არ დააზიანონ პროევროპული საქართველოს მოსახლეობა. როდის და როგორ უპასუხებენ ქართული ოცნებიდან ევროკავშირის წერილს, მმართველი პარტიის ლიდერების ქცევის და განცხადებების პროგნოზირება ნამდვილად რთულია და არც ვაპირებ, მაგრამ აქვს კი აზრი წერილების წერას ქართულ ოცნებასთან უნდა იყოს თუ არა ევროკავშირი უფრო მკაფიო საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შეჩერების პროცესში და რა შეიძლება იყოს ყველაზე ეფექტიანი ზომა ევროკავშირის არსენალიდან ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ქმედებების შესაჩერებლად. ამ თემებზე ვისაუბრებთ 2013-2018 წლებში საფრანგეთში საქართველოს ელჩთან ეკატერინე სირაძე-დელონესთან, რომელიც წერტილის დღევანდელი სტუმარია, ის მაროკოდან გვერდება. საღამოშტობის ქალბატონო ეკა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მთავარი კითხვები კი უკვე დავსვი, მაგრამ განუმეორდები, ხომ არ აგვიანებს ევროპა ქმედით მკაფიო მოქმედებებს, როგორც სალომე ზურაბიშვილის წერილშიც იყო ნახსენები და რეაგირებას საქართველოსთან მიმართებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ და მივესალმები თქვენს მაყურებელს. ძალიან საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ და საინტერესოც და სამწუხაროც ერთ თვალსაზრისით, მაშინ როდესაც ქართველი ხარ და უყურებ იმას, თუ რა ხდება დღეს საქართველოში. თქვენში კითხვასთან დაკავშირებით, ხომ არ აგვიანებს ევროპა? მართალი გითხრათ, რთული შეკითხვაა, თითქოს იმდენად რამდენადაც თუ ჩვენ გვეჩქარება.
ჩვენ რომ გვეჩქარება ეს ცალსახად ერთია და დროულად გვინდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ზუსტი დროის შერჩევა კონკრეტული აქტების განსახორციელებლად ან გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა არ გქონდეს უარესი რეაქცია, ან უფრო ცუდი რეაქცია, ვიდრე იმისა, რისი მოლოდინიც გაქვს და მე ახლა არ ვარ რომ გავამართლო ევროკავშირი ან არ გავამართლო და დავადანაშაულო, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ის ქმედებებიც განახორციელა ჩვენმა ხელისუფლებამ, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, რადგანაც პრინციპში ძალიან ცოტანი არიან ისინი, ვინც აღიარებენ მათ არჩევნებს, როგორც დემოკრატიულ და თავისუფალს. შესაბამისად, ეგრეთ წოდებული ხელისუფლებამ ბოლო 2 თვის განმავლობაში, ვიტყოდი მაისიდან, აქსელერებულად, პრინციპში სულ მუდმივად, მაგრამ აი ბოლო რამდენიმე თვე არის განსაკუთრებით აგრესია და ესეთი დამსჯელობითი ხასიათი მიიღო, როგორც თავად კაია კალასმა განაცხადა, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დაჭერილები არიან, ხალხს სცემენ იმისთვის, რომ მათ გამოთქვეს თავიანთი სიტყვა, ან იდგნენ აქციაზე, დაჯარიმებას უკვე სხვა ეტაპზე გადავედით. და ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს, ანუ მძიმდება სიტუაცია, ცხადია, რომ ქართული ოცნება ამძიმებს სიტუაციას და ცდილობს, რომ მაქსიმალურად სწრაფად გააკეთოს მთლიანი, ასე ვთქვათ, უზურპაცია, ანუ მთლიანად გააკონტროლოს სიტუაცია ქვეყანაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარავინ აღარ იტყვის არაფერს, კრიტიკული აზრი აღარ იქნება, შესაბამისად აღარ იქნება ადამიანი, რომელიც გამოვა და გააპროტესტებს რაღაცას, შესაძლებლობა არ იქნება ამისი და ვთვლი, რომ კარგია, რომ ამას ხედავს ევროკავშირი და ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ისინი, რომელთაც ნამდვილად შესტკივად გული საქართველოზე. ხა მე თუ მკითხავთ, კარგი იქნებოდა რაღაცა კონკრეტული ყოფილიყო გარდა წერილისა. მეორე მხრივ ისიც მესმის, რომ ალბათ ბოლო შანსია რაღაცნაირად იქნება და აი ეს დამოკიდებულებაც რაღაც თვალსაზრისით მესმის, რომ მათთვის უფრო ასე ვთქვათ, მყარი იქნება და მარტივი იქნება გადაწყვეტილება, როდესაც ის პუნქტები არ იქნება შესრულებული, რა პუნქტებზეც ისინი საუბრობენ ამ წერილში, მაგრამ ხო, აი არ ვიცი, როგორ გითხრათ, იცი ძალიან რთულია ევროპისთვის მესმის ამ გაწყვეტილების მიღება, ძალიან ცუდია ქართველი ხალხისთვის და მეორე მხრივ შესაძლოა რაღაცა არას კარგმა ან ცუდმა ნაბიჯებმა მოიტანოს პოზიტიური, ასე ვთქვათ, ცვლილებები და იქნებ ქვეყნისთვის ეს უკეთესიც აღმოჩნდეს საბოლოო ჯამში. სტრატეგიული მოთმინების დრო ამოიწურავ ამ სიტყვებით მიმართა დღეს სალომე ზურაბიშვილმაც თავისი წერილით კაია კალას და სხვა ლიდერებს რატომ ითმეს ამდენს ევროკავშირი, თუ საქართველო არ არის ისეთი მნიშვნელოვანი მაინც, თუ თქვენ როგორც ახსენეთ, ზუსტი დროის შერჩევას პოლიტიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვსო, სად არის უფრო მეტი სიმართლე? Citrășa sakhme, ერთი სიმართლე არ არის ხოლმე, როგორც წესი და კომპლექსურია ეს დამოკიდებულება, ეს არ არის რაღაცა ერთი ესე მანიკეისტურად, ან ესია, ან სხვანაირად, ხომ? სავარაუდოდ მე ვფიქრობ, რომ გეოპოლიტიკურადაც უყურებენ, ანუ არა მხოლოდ საქართველოს, მოდით ვთქვათ, რომ და მივეჩვიოთ იმას, რომ არ არის საქართველოს ასეთი პრინციპულად მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირი, ვიდრე საქართველოს ევროკავშირის. თუმცა არ არის საქართველოს უინტერესო ქვეყანაც, გესმით? ევროკავშირისთვის სტრატეგიულად შავ ზღვაზე პარტნიორის ყოლა, ისეთის, რომელიც მაშინ ჩვენ ვამბობდით ესეთი სანდო პარტნიორის, რომელიც სამწუხაროდ აღარ აღმოჩნდით სანდო პარტნიორი, მაგრამ ვიყავით სანდო პარტნიორი, იყო მნიშვნელოვანი აუცილებლად ევროკავშირისთვის და ამას ევროკავშირი ბრწყინვალედ ხედავდა და აფასებდა და რა თქმა უნდა, ბევრი რაც მოხდა საქართველოსთან მიმართებაში გამიზნულად მოხდა და მათი ინტერესის გათვალისწინებითაც მოხდა. მარტო იმიტომ, რომ ჩვენ გვინდოდა ევროპა, ამიტომ არ მოხდა ეს დაახლოება, ხო გესმით არა? მაგრამ ეს სტრატეგიული მოთმინა არის ალბათ უკვე ის მაინც ბოლო შანსი და რაღაცა თვალსაზრისითაც ევროკავშირი მე სულ ვამბობ, რომ ევროკავშირი არ არის ის ასე ვთქვათ, პოლიტიკური ერთიანობა, რომელიც აიღებს და უნილატერალი, ანუ ერთმხრივად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ რაღაცა ტიპის
ცალსახად ჩარევა გააკეთოს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ამას არ გააკეთოს მithumetes საქართველოში, ხო? შესაბამისად ისინი აძლევენ შანსს, მოდის მესიჯები, ძალიან მკაფიო მესიჯები მოდის, არ არის ეს რაღაცა ორაზროვანი მესიჯები, ძალიან მკაფიო მესიჯები მოდის და ამ მესიჯებს უნდა გაგება ჩვენი მთავრობა არ იგებს, ანუ გაცერვათ იგებენ უბრალოდ თვითონ არ იგებენ, არ იმჩნევენ ამას და პირიქით ამას ისე ატრიალებენ, თითქოს აი ევროკავშირი არის ძალიან სუსტი, აი ევროკავშირი არის ძალიან არაფრის მაქნისი, არაფრის მომცემი, უინტერესო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხა, სტრატეგიული მოთმენის დრო ამოიწურა დარწმუნებული ვარ და ძალიან სწორი აქცენტებია გაკეთებული ჩემი შეფასებით ქალბატონ სალომეს წერილში და ისიც არის ნათქვამი, რომ ხალხი არ უნდა დაისაჯოს ამისთვის. ანუ ვიზა ლიბერალიზაცია ეს არის პირველი და ერთადერთი გზა, რომელიც პირადად ჩვენ ყველას, ანუ ინდივიდუალურად ყველა საქართველოს მოქალაქეს შეეხება. ჩვენ ყველანი დავისჯებით ამის გამო. და ეს არ უნდა ევროპას ეს ხშირად გაუმეორებიათ ჩვენთვის ევროკავშირის ლიდერებს და დღესაც აღნიშნა კაია კალასმა, რომ არ გვინდა ხალხს ვატკინოთ, დავაზიანოთ, მაგრამ შესაძლოა აგვისტოს ბოლოს მოგვიწიოს ამ ნაბიჯის გადადგმა, რათა ხალხმაც დაინახოს, რომ მთავრობა ევროპულ გზაზე არ არისო. კი, ხო, სამწუხაროა, რომ ხალხი არის კიდევ მოქალაქეების ის რაოდენობა, რომელიც არის ან სრულიად უინტერესოდ განწყობილი, ანუ არ არის ჩართული ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში და არ აინტერესებს რა ხდება და არის მეორე ნაწილი, რომელიც ვერ ხედავს, მართლა გიხარ ცოტა მიჭირს ამის რა ფსიქოტიპები არიან ეს ადამიანები, რომლებსაც არ სურთ რომ გაიგონ რა ხდება დღეს ქვეყანაში, ხომ? მაგრამ ნუ როგორც ჩანს არის ეს სამწუხაროდ არის ესეთი კატეგორიის ხალხი და მოუწევს ალბათ ნუ ყველა შეგვეხება საბოლოო ჯამში ალბათ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. კითხვა უნდა დამისვა საბოლოო ჯამში სავარაუდოდ მე რაღაცა ძნელად წარმომიდგენია აი კონტექსტუალურადაც და თანმიმდევრულად რომ გავყვეთ იმ ქმედებებს, რასაც ოცნება ახორციელებს, ხო, როგორ მძიმდება რეპრესიები ქართველი ხალხის, ქართველი ოპოზიციური პოლიტიკოსების წინააღმდეგ და ასე შემდეგ, ის რომ ბიზნესმენებზე ხომ მიდის ეწოლა ხო ფაქტია. რა სხვადასხვა სახის, სხვადასხვა ფორმით, იმ ფორმით, რა ფორმითაც ასე ვთქვათ, სხვადასხვა ფორმით, ეს არ არის ისტი ფორმით, ეს ვიღაცას დაიჭერენ იქ რაღაცა იარაღს უპოვიან, შემთხვევით, ვიღაცასთან შევა რაღაცა პოლიცია, ფინანსური, ვიღაცასთან რაღაცა სხვა იქნება, მე დაიბარებენ და ამას ხო ხედავთ, ეს ხო არის ტენდენცია ცალსახად. ანუ არ ეხება მხოლოდ ოპოზიციურ პოლიტიკოს, არ ეხება მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც გამოდის და აქციაზე დგას, არ ეხება მხოლოდ ყველას ეხება, რაღაცა ყველა კატეგორიას და მძიმდება ეს მდგომარეობა, ანუ ცალსახაა, რომ მძიმდება მდგომარეობა. ამიტომ პასუხი ხო და რო ვუპასუხო თქვენ შეკითხვას, მე ძნელად წარმომიდგენია, როგორ დაიწყებს ამის უკუსვას ოცნება. მე იცით რას ველოდები და ალბათ ამ წერილზე პასუხი რა იქნება? ალბათ ოცნება იტყვის, რომ ჩვენც გავაუქმებთ თქვენთვის ვიზებს. ეს იქნება რაღაცა აინო ძალიან სასაცილო, მაგრამ არ გამიკვირდება მართალი რო გითხრათ. ჩვენც გაგიუქმებთ ვიზებს, აი ფრანგები ვეღარ შემოვლენ ვიზის გარეშე საქართველოში და შეიძლება საერთოდ არ წაიკითხონ და არ ჩაიბარონ. გვახსოვს ჩვენ დანიგანის ინტერვიუ ტრამპის ადმინისტრაციისგან წერილი არ მიიღო ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა საერთოდ. ხო, ნუ არ მიიღო, რა თქმა უნდა, უთხრეს იმ წერილში შინაარსი დარწმუნებული ვარ და მაინც დაინტერესებდა, მაგრამ რეალურად ნუ ეს ესეთი ფორმა, რომელიც გამოდის, რომელიც იყიდება აი რაღაცა კატეგორიის თავიანთ ამომრჩეველზე, იმიტომ რომ აი თუ ამ 17 საგარეო საქმეთა მინისტრების წერილი რო იყო რამდენიმე დღის წინ და შემდეგ საბჭომ რო ძალიან ბევრი რო იფიქრეს და პასუხი რო მოამზადეს, ამ პასუხს თუ დაუკვირდებით და კარგად წაიკითხავთ, პოლიცსაბჭოს განცხადება, პასუხს მიხვდებით, რომ ისინი ესაუბრებიან თავიანთ ამომრჩეველს. ისინი არ ესაუბრებიან 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს. დღეს ქართული ოცნების ამომრჩეველი, აი რას ეტყოდით, რა უნდა გახდეს, რა უნდა მოხდეს კიდევ რომ ქართული ოცნების ამომრჩეველმა, ვისაც გონია რომ ოცნებას რაღაცა გზებით, მაგრამ მიხავს მაინც ევროკავშირისკენ საქართველო, უბრალოდ
ევროპელი ბიუროკრატები რატომღაც გადაეკიდნენ ქართულ ოცნებას, დაიჯერონ, რომ სიმართლე არის სხვაგან. იცით რა შეასაქმე ეს ოცნების ამომრჩეველი ძალიან რთულია მათთან საუბარი, იმიტომ რომ მქონდა შესაძლებლობა და ვერ მოვახერხე მართალი გითხრათ, იმიტომ რომ რაღაცნაირად სხვა პლატფორმაზე არიან რაღაც ხვანაირად მსჯელობენ და არ არის ერთგვაროვანი ამომრჩეველი, არ მინდა რომ ისე ვთქვათ, თითქოს რაღაცა ერთი კატეგორიაა და ეს ერთი კატეგორია ეს არის კატეგორია, რომელსაც აქვს სხვადასხვა ინტერესები. ზოგს აქვს ეგოს პრობლემა, იმიტომ რომ რაღაცნაირად თავს დაჩაგრულად გრძნობდა და ეხა ეს ქართული ოცნების ეს პოზიციონირება მათ რაღაცა ტიპის, ესე ვთქვათ, სიამოვნებას ანიჭებს. ზოგს აქვს ის პრობლემა, რომ არ გვინდა კაცო ეს ევროპა აგერ რუსეთთან გადასარევად ვერც ფულს ვაკეთებ, ჩამოდიან რუსი ტურისტები, ერთ ენაზე ველაპარაკებით, გვესმის რა უნდათ და კიდევ ზედმეტსაც გვიტოვებენ და გადასარევი ასე არ ჯობია და ზოგს რა აქვს და ზოგს ანუ ყველას აქვს რაღაცა ტიპის ინდივიდუალური, ასე ვთქვათ, мотиваცია. იმიტომ რომ არარაციონალურები როგორც წესი არა ვართ. რაღაცა ტიპი შეიძლება არ მესმოდეს მე თქვენი რაციონალიზმის, მაგრამ გაქვთ რაღაცა რაციონალიზმი. გესმით და მათი ინტერესები არის სხვადასხვა გვარი, მაგრამ მათი ინტერესები იწყება და მთავრდება პირად ინტერესებზე. პირად ეგოზე და პირად პრობლემებზე. აი ვიზო თუ გაგვიუქმეს ყველა შეეხება ხო, აი აქ არის, გესმით, ანუ სანამ მათ პირადად არ შეეხებათ, მანამ სახელმწიფოებრივ პოზიციაზე არ დადგებიან. ჩვენ აქეთ ამხარე, ანუ არა ოცნების ამომრჩეველი ხალხი, ვამბობთ, რომ სახელმწიფო იღუპება ამ შემთხვევაში, საქართველო აღარ იქნება როგორც სახელმწიფო და ეს არის პრობლემა. თუ ვიღაცას ურჩევნია, რომ რუსმა ტურისტმა, რომელიც დღეს ტურისტია და ხვალ უფროსაც დაუჯდება და ეტყვის ზუსტად რა უნდა გააკეთოს და მისცემ შეიძლება 10 ლარით მეც ის ურჩევნია, ეს ხო მისი მორალური არჩევანია, მაგრამ ღუპავს საქართველოს და ქვეყანას თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. პირადი ინტერესების თემა პირდაპირ არა, მაგრამ მინდა ასე გავაგრძელოთ თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, მინდა კითხოთ ქართულ დიპლომატებზეც, ვინც დღეს ევროპაში საქართველოს წარმოადგენენ. ინტერვიუსთვის რომ ემზადებოდი, თქვენ ძველ ინტერვიუებს გადავხედე, მათ შორის 2013 წელს მიცემულს გამოცემა ლიბერალთან და იქ ამბობთ, რომ საელჩო არის ქვეყნის ინტერესების დამცველიო. დღეს ვისი ინტერესების დამცველები არიან განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში ჩვენი ელჩები? ძალიან ცუდ დღეში მაგდებთ ამ შეკითხვით. რადგანაც მიწევს ჩემს კოლეგებზე საუბარი და რთულია ამაზე საუბარი, ისევ და ისევ არ არის ერთგვაროვანი ინტერესები ამ შემთხვევაში და გააჩნია რა მოტივით ხარ იქ, სადაც ხარ ადამიანი. მე უბრალოდ გაგახსენებთ, რომ არიან ელჩები, იყვნენ ელჩები, რომლებიც სულ რამდენიმე თვის წინ დატოვეს თავიანთი თანამდებობები და წამოვიდნენ, იმიტომ რომ ჩათვალეს, რომ ვერ მათი მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა ყოფილიყო საქართველოს და სახელმწიფოებრივი ინტერესები საქართველოსი და არა კონკრეტული ერთი პოლიტიკური პარტია. მე მგონი აი ამ გადაწყვეტილებით, რა გადაწყვეტილებაც რამდენიმე მათგანმა მიიღო, ყველაფერი აბსოლუტურად გასაგებია, ვიღაცას შეუძლია რომ თვალი დახუჭოს რაღაცაზე, სხვას არ შეუძლია, ეს პირადი პასუხისმგებლობის საკითხია, პირადი ღირსების და ქვეყნის სიყვარულის საკითხია, თუმცა ისევ და ისევ ყველას თავისი ახსნა აქვს და როდესაც ინდივიდუალურ დონეზე ჩავდივართ, ხა ფსიქოლოგიაში არ მინდა გადავარდე, საერთოდ არ ვარ ფსიქოლოგი, მაგრამ როდესაც ჩავდივართ და ინდივიდუალურად ვესაუბრებით, ხოლმე ხშირ შემთხვევაში აი რაღაცა ისეთი ეს არის, რომ იცი რა, რა ვქნა, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ მაქვს და ასე შემდეგ. ვიღაცას წამს, აი არიან ყოფილი ჩემი კოლეგები, რომლებიც, აი ძალიან დამაჯერებლად მიმტკიცებდნენ შავზე თეთრიაო და სწამთ ამისი. ან თავს აჯერებ. არა, სწამთ, შეუძლებელია მოატყუო ასეთი თავდაჯერებით შეეცადო, რომ მოატყუო სხვა. უბრალოდ ასეთებიც არიან თქვენ წარმოიდგინეთ. ან ოცნებას სხვადასხვა მეთოდები აქვს, ესეც ხო საქმეა.
სხვადასხვა ტიპის მეთოდებით მუშაობენ ესენი, აი როგორც გითხარით, ზოგიერთ ბიზნესმენს ხან ასე მიუდგებიან, ხან ისე, იმის და მიხედვით ვიზე რა მუშაობს. ამ ბიზნესებსაც შეეხებათ დღეს კაია კალასმაც ახსენა ასოცირების შეთანხმების გადახედვასაც, შეჩერებასაც არ გამორიცხავენ პერიოდულად კანდიდატის სტატუსის გაყინვასაც, პრინციპში გაყინულია 9 დათქმა, არც არავის არ ახსოვს სამწუხაროდ. რამდენად რეალურია ეს რისკებიც უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან ერთად? თუ რას ელოდებით, თქვენი პროგნოზი როგორია? აი აგვისტოს ბოლოს ნაკლებად სავარაუდოა ქართულმა ოცნებამ თქვას, რომ აი ამ 8 პუნქტს შევასრულებ და ყველაფერს გავაკეთებ ისე როგორც არის, ოღონდ ეს არ გაგვიუქმო. აი რა იქნება შემოდგომაზე? უვიზო რეჟიმი გააუქმეს, მე შეიძლება მოყვეს ასოცირების შეთანხმების გაყინვა, ისედაც წელიწადზე მეტია შეხვედრები არ გამართულა ამ არაფერი არ ხდება აბსოლუტურად საელჩოებში წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ არაფერი არ ხდება, ვის ხდება ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, რა ქვეყნებს ხდება, არ ვიცი საერთოდ და რა ტიპის შეხვედრები, რა ტიპის მოლაპარაკებებია, ყველაფერი გაყინულია საქართველოსთან მიმართებაში და ეს მართლა მინდა რომ ხალ გაიგოს ოცნების ამომრჩეველმა, რომ ეს არ არის კარგი, ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის, როდესაც არავინ არ გელაპარაკება. ნორმალური სამყარო, აი ეს დემოკრატიული სამყარო, საერთოდ მივილწოდით და ზოგადად ჩვენი ადგილი არის აი ამ სამყაროში, იმიტომ რომ ღირებულებითი ესეთი კავშირი გვაქვს ძალიან ღრმა, რელიგიურიც, ჩვენი რელიგია იუდაო ქრისტიანული რელიგიაა და შესაბამისად ბევრად უფრო ახლოს ვართ ჩვენ ევროპასთან, ვიდრე ამას წარმოაჩენს ქართული ოცნება, არაფერი არ ხდება აბსოლუტურად საქართველოს თავს. არავინ არ გველაპარაკება. თუ შეჩერდება ვიზა ლიბერალიზაცია, ეს იქნება სერიოზული დარტყმა, რა თქმა უნდა. ასოცირების ხელშეკრულებაში ისედაც უკვე აღარაფერი არ ხდება. ერთადერთი არის ალბათ ის, რომ მეწარმეებს გააქვთ ქართული პროდუქცია გარეთ, ევროპის ბაზარი ძალიან დიდი ბაზარია და ყველას ძალიან უნდა ამ ევროპის ბაზარზე გასვლა. და ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ გავიდეთ ამ ბაზარზე. ნუ არ ვიცი მე რას გააკეთებენ, იმიტომ რომ არჩევანი ალბათ იქნებოდა ერთი შანსი, რომ რუსეთიდან შემოვლით გაეტარებინათ მე ევროპისკენ, მაგრამ რუსეთისთვისაც დაკეტილია ეს ბაზარი და რას გააკეთებენ მართალი გითხრათ რუსეთის ბაზარი, რომელზეც სულ უფრო მეტად ხდებით სამწუხაროდ. ხო, მაგრამ როდესაც ცოტა მეხსიერება თუ უჭრის ადამიანს და მე მგონია რომ ქართულ მეწარმეებს ძალიან გადასარევად ახსოვთ რა რუსეთი როგორ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს მის ბაზარს, მე მგონია რომ ძალიან კარგად და კომფორტულად არ უნდა გრძნობდნენ თავს, რომ მათი პროდუქცია გადიოდეს მხოლოდ რუსეთში. მე არ ვამბობ, რომ რუსეთში არ უნდა გადიოდეს, მაგრამ 100% რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება ეს ნიშნავს საკუთარ ფეხებში ისროლო ტყუია, იმიტომ რომ რა მომენტში პუტინს აღარ მოეწონება რაღაცა, თანაც აი რაღაცა რაც შეიძლება რაღაც დამარტივი და პრიმიტიული გვახსოვს ავიაემბარგო გავრილოვის ღამის შემდეგ მოკლედ მწარე გაკვეთილები არაერთხელ მიგვიღია რუსეთისგან. ცოტა დრო გრჩება და კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, დავუშვათ რომ წარმოვიდგინოთ კარგ სიტუაციაში, ისევ ხართ დღეს ელჩი საფრანგეთში, თან თავისუფალი და რატომღაც გაქვთ ძალა და რესურსი, რომ იყოთ ნამდვილად ქვეყნის სამსახურში და ქართველი ხალხის. რას შეეცდებოდით? რამე შეუძლია დღეს თავისუფალ ქართულ დიპლომატიურ კორპუსს გააკეთოს იმისთვის, რომ აი ის, რასაც ვითხოვთ ევროპისგან, კიდევ უფრო მეტი ქმედითობა, პოლიტიკური სიცხადე, რაზეც სალომე ზურაბიშვილის წერილშიც იყო საუბარი, დაჩქარდეს. სანქციებს ფაქტია ვერ აღწევენ უნგრეთის და სლოვაკეთის წყალობით. იცით რა შესაქმე, ყველაფერი შესაძლებელია აბსოლუტურად, მაშინ როდესაც გიდგას შენი ქვეყანა გვერდით ან უკან და ცდილობ მისი ინტერესების დაცვას და წინ წაწევას. არაფერი შეუძლებელი არ არის და თვითონ აი ეს ასოცირების ხელშეკრულება, თუნდაც ეს DCFTA ხომ, ეს სავაჭრო სრული და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება, თუნდაც ვიზა ლიბერალიზაცია არ იყო ძალიან მარტივი მისაღწევი
მიღწევა ვიზა ლიბერალიზაცია მერცმონედ, საფრანგეთი, ნიდერლანდები და გერმანია სერიოზულად ბლოკავდნენ და ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ მაშინ, რომ ეს გაკეთებულიყო და გაკეთდა. უამრავი სხვა მაგალითი შემიძლია მოგიტანოთ, ის რომ საქართველოს 2018 წლამდე თუ 2018 წლის ჩათვლით ძალიან სერიოზულ ნიშნულზე იყო ასული ევროპასთან ურთიერთობაში. ეს ქართული დიპლომატიის და ქართული საგარეო პოლიტიკის დამსახურება იყო, იმიტომ რომ დიპლომატები თავს არ ზოგავდნენ, რომ ემუშავათ იმ მიმართულებით, რომ გაეწიათ საქართველოს ევროპისკენ და დაეახლოვებინათ. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ასე ხისტად პოლიტიკური ვექტორი დასავლეთისთან. იმიტომ რომ ოცნებას სახელმწიფო არ აინტერესებს, ოცნებას პირადი ინტერესები აქვს, რაც მხოლოდ პირად ეკონომიკურ კეთილ კარგად ყოფნაზეა დამოკიდებული. ჩემთვის კონკრეტულად შენარჩუნებისთვის იქნება ასე ბიძინა ივანიშვილი. არა, ფინანსური მოგებაზეა აქ საუბარი. აქ არ არის მხოლოდ ძალაუფლება, ძალაუფლება არის გზა, როდესაც შეინარჩუნებ ფინანსურ კეთილდღეობას. რუსეთის კვალი თუ შეიძლება დავინახოთ მათ შორის. არა, ხო ამბობენ, რომ ფულს არ აქვს სუნი და მოდის თუ არა მაშინ რუსეთიდან რამჯერადად ბიძინა ივანიშვილმა მთელი თავისი არა, ფულზე არ გულისხმობ, ანუ მარტო ასე გვექცევა იმიტომ და ასე უკეტავს ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას, რომ თვითონ დარჩნენ ძალაუფლებაში და აკეთონ ფული, თუნდაც თუ რაღაცნაირად დავალებაც არის ერთგვარი ჩრდილოეთიდან, რომ აი ამ გაფართოების ახალ ტალღაში, აი ამ კავკასიის რეგიონიდან არ გაუძვრეთ ასე ვთქვათ, სტაბილურ ევროპაში. არა, ეს არის ინტერესების თანხვედრა, ეს არის პუტინის ინტერესის თანხვედრა, ბიძინა ივანიშვილის ინტერესის თანხვედრასთან. ინტერესები განსხვავდება ორივეს. ერთის არის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და გავლენები შეინარჩუნოს შავ ზღვაზე, მაგრამ რუსეთსა და უკაცრავად აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რა ხდება, კარგად მოგეხსენებათ ეხა. ანუ თლიანად მაინც ვერ აკეთებს, თუმცა საქართველოს ყოველთვის ვამბობდით, რომ კარიბჭე იყო. კარიბჭე იყო სამხრეთ კავკასიის, ხომ? და საქართველოს ამ შემთხვევაში მისთვის ძალიან დიდი ინტერესი წარმოადგენს. შავი ზღვა არის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომაც მოხდა 2014 წელს უკრაინის ნაწილის ოკუპირება და შემდეგ უკვე სხვა ტიპის პრობლემები და ასე შემდეგ. ანუ შავი ზღვა პუტინისთვის ინტერესი არის აღადგინოს ზეგავლენა, სერიოზული ზეგავლენა იმ ტერიტორიაზე, რაც არის ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიები. ბიძინა ივანიშვილისთვის ინტერესი, მე ვფიქრობ, რომ არის თავისი ფინანსური კეთილდღეობის შენარჩუნება და ეს თუ გადის იმაზე, რომ მუდმივად იყოს ძალაუფლებაში საქართველოში, რატომაც არა. და სწორედ ამას ვხედავთ, ხო, რეალურად, აი წარმოგიდგენიათ სცენარი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება თავისინებით ხელისუფლებაში. დაახლოებით 10 წლის წინ საუბრობდა 2030-ის პროექტზე, თუ არ ვცდები, ხო? ეხლა რაღაცა დაიწყეს ეს პროექტი. 2012-ში ამბობდა და ეს იყო ცოტა ისე ჟღერდა და ახლა ალბათ უკვე 2060-ს ისაუბრებს, ანუ რამდენი ხანით შეუძლია პროექცირება გააკეთოს, რომ იცხოვრებს ამდენი ხანი, იმიქამდე გაწევს. სანამ ამის შესაძლებლობას მივცემთ ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა, მაბადეთ, ქართველი ხალხი არა ვართ, მარტო ქართველები არა ვართ საქართველოში, მანამ გააკეთებს მას რაც რისი შესაძლებლობაც და სურვილიც აქვს და გარდა ამისა არის კიდე ის წრე, ანუ ჩამოიცილა ის ადამიანები, ვინც სახელმწიფოზე საუბრობდა და დატოვა ის ადამიანები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ვიწრო პირადი ინტერესი, ვიდრე საქართველოს ინტერესი, სახელმწიფოებრივი ინტერესი და ასე შემდეგ. წერტილი რას დავუსვათ ამ ქვეყანაში? წერტილი უნდა დაუსვათ ოლიგარქიას, მე მგონი. ცეცხლი ოლიგარქიას ხშირად ამბობენ თბილისში ყოველ საღამოს. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, ქალბატონო ეკა, საინტერესო აქცენტებისთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია, ჩვენს კითხვებს პასუხობდა საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე. მე ხვალამდე გემშვიდობებით.